Საღამომშვიდობისა მივესალმები რუსთაველის ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ლოტო 642-ის მოთამაშეებს. მე გახლავართ ზურა გორგაძე და წარმატებას გისურვებთ დღევანდელ საღამოს, რადგან ეს თქვენ ძალიან გჭირდებათ, ვიცი, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე ნაყიდი გაქვთ ბილეთი, შემოხაზული ციფრთა ის კომბინაცია, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შეარჩიეთ, მით უმეტეს რომ 1,918,386 ლარი გვაქვს გასათამაშებელი, თითქმის 2 მილიონია უკვე ეს თანხა და რა ბედნიერი იქნება ის ადამიანი, რომელიც მას წაიღებს და დაეიყოს დღეს ეს დღე, მიუხედავად იმისა, რომ თაკო ძალიან გაგვიბრაზდება, უჩემოდ რატომ გაათამაშეთო, მე ვისურვებდი რომ გათამაშდეს. რატომაც არა და გავაბედნიეროთ ადამიანები. მეორე კატეგორიას რაც შეეხება 82,000 გასს და საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება მეორე კატეგორიაც, შესაბამისად აქაც საკმაოდ სოლიდური თანხა გვაქვს. ეს არის 729 ტირაჟი და 729 ჯერ გისურვებთ თუ მეტჯერ არა წარმატებას თქვენ. მე გადავინაცვლებ ჩვენი ღილაკისკენ და აბა ავითვალოთ 3, 2, 1 და ისინიც ჩვენი ფერადი მომგებიანი ბურთები, ვნახოთ რომელი ციფრი და რიცხვი გახსნის დღევანდელ თამაშს და წამოვიდა ჩვენსკენ ნომერი 33. აბა ვის გაქვთ 33 შემოხაზული, ეს უკვე მღელვარების დასაწყისია და 33-ს მოხვა სამიანი, მოკლედ სულ სამიანებში ვართ ჯერჯერობით, გვაქვს მწვანე და ლურჯი 33 და 3. და ნომერი მომგებიანი, ნომერი 6 წამოვიდა, შემდეგი მომგებიანი ციფრი. მოკლედ ფერთა გამა იქნება ნელ-ნელა წითელი გვაკლია, მე მგონი. არა, წითელმა უარი განაცხადა და 18 შემოგორდა ჩვენთან. ნახოთ რომელი იქნება მომდევნო მომგებიანი რიცხვი. და ის გახლავთ ნომერი 7, იღბლიანი 7, იღბლის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. მე ძალიან მინდა რომ უკვე ისმოდე ჟრიამული ტელეეკრანებთან ჩვენი ტელემაყურებლის და ნომერი 36 შემოგვიგორდა ნომერ 6 მომგებიან ბურთად. და ველოდებით ბონუს რიცხვს და ისიც ნომერი 19 შეარჩია დღეს ჩვენმა ლოტოტრონმა. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ, რა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ 33-ით ვიწყებთ 3, 6, 18, 7, 36 და ბონუს რიცხვი გახლავთ 19. ყველას მინდა გისურვოთ წარმატება. ძალიან მინდა რომ ახლა ბედნიერებისგან დახტოდეთ, კიოდეთ, ყვიროდეთ და აგებინებდეთ თქვენ საყვარელ ადამიანებს, რომ თქვენ მოიგეთ 1,918,386 ლარი. რა კარგი თანხა იმისათვის, რომ გათამაშდეს ნამდვილად, ასევე მეორე კატეგორიაც არ იქნებოდა ურიგო, რომ გათამაშებულიყო, თუმცა სანამ გათამაშებამდე მივალთ და სანამ ჩვენს იღბალს გამოვცდით ხოლმე, აუცილებელია გათამაშებიდან გათამაშებამდე ერთი ბილეთის ყიდვა მაინც იმისთვის, რომ გამოვცადოთ ის კომბინაცია, რომელსაც გადავწყვეტთ. არსებობს ბილეთის შეძენის რამოდენიმე გზა, ეს გახლავთ ერთი ელექტრონული სამყარო, შედიხართ loto.gz-ზე, ავსებთ თქვენთვის სასურველ ციფრთა კომბინაციას და რა თქმა უნდა ერთვებით თამაში. ასევე შეგიძლიათ შევბრძანდეთ ყველა დიდ სავაჭრო მოლში, სადაც განთავსებულია ლოტოს სერვის ცენტრები და კომფორტულად თქვენთვის სასურველ ციფრთა კომბინაციას აქაც შემოხაზავთ და მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე მდებარეობს ლოტოს ჯიხურები. შედეგები წამოგვეწია ნელ-ნელა. დღეს გათამაშდა მესამე კატეგორია 2,725 ლარი მოიგო ერთმა ადამიანმა, მიულოცო მას რა თქმა უნდა გამარჯვებას. მეოთხე კატეგორიაშიც ხავს გამარჯვებულები, 1,893 ლარი წაიღო ორმა ადამიანმა, 946 ლარმა შეადგინა მოგებამ ბილეთზე. მეხუთე, მეექვსე კატეგორიებში ტრადიციულად ყავს ბევრი გამარჯვებული, დღეს სხვათა შორის 112 ადამიანი გავაბედნიერეთ. გაორმაგებულიყოს ეს რიცხვი მომდევნო გათამაშებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაგვეთამაშებინოს ჯეკპოტი, რომელიც უკვე 2 მილიონ ლარს უახლოვდება, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ ერთი ბილეთის შეძენა მაინც. პარასკევამდე